აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა მეჰრიბან ალიევას საქართველოს პირველმა ლედიმ უმასპინძლა მაკუნა აბულაძეა პირდაპირ ეთერში. ქართული საუკუნოვანი კულტურა ის რაც ყოველთვის ყველასთვის საინტერესოა, ამიტომ შემთხვევითი არ იყო რომ აზერბაიჯანის პირველ ლედის თამარ ბაგრატიონმა სწორედ ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა. იქ სადაც დაცულია ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და უნიკალური ექსპონატები. სტუმრებმა მუზეუმის მუდმივ მოქმედი ექსპოზიციები დაათვალიერეს, მათ შორის ქვისხანა საქართველოში, რომელშიც წარმოდგენილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მეჰრიბან ალიევასთვის არქეოლოგიური საგანძური და უნიკალური საიუველირო ნაკეთობები. აზერბაიჯანის პირველი ლედი ბაქოდან თბილისში განსაკუთრებული საჩუქრით ჩამოვიდა. სტუმარმა ეროვნულ მუზეუმს 5 უნიკალური ხალიჩა გადასცა, რომლებიც ტრადიციული წესით, შალისა და აბრეშუმის ძაფებით ხელით არის ნაკსოვი. მეჰრიბან ალიევას საინტერესო გამოფენაც დახვდა, სადაც ექსპოზიციები ქართულ-აზერბაიჯანული ხალიჩებით მომზადდა. ეროვნული მუზეუმი არ იყო ერთადერთი ადგილი, რომელიც სტუმარმა დაათვალიერა. მეჰრიბან ალიევა საქართველოს პირველმა ლედიმ მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმშიც უმასპინძლა. ცენტრი, სადაც შეხვედრები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება. მუზეუმი 1982 წელს აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის 170-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა სწორედ იმ შენობაში, სადაც მირზა ახუნდოვი ცხოვრობდა. დღესვე ითქვა, რომ აზერბაიჯანის პირველი ლედი დაინტერესებულია სხვადასხვა პროექტებით, რომლებიც ორი ქვეყნის კულტურის ერთმანეთთან გაზიარებას გულისხმობს, შესაბამისად წინ ბევრი საერთო გეგმა. სასიამოვნოა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციას და ქალბატონ მეჰრიბან ალიევას უმასპინძლეთ. ორი მუზეუმი მოინახულა, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმი და ასევე ეროვნული მუზეუმი. მადლობა გადავუხადეთ იმ ხალიჩებისთვის, რომელიც ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა და დავახვედრეთ არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული ხალიჩებით უკვე ექსპოზიცია მომზადდა. ძალიან დაინტერესებულია ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული მიმოცვლით და სხვადასხვა პროექტებით. დეტალურად გქონდა დრო გვესაუბრა სხვადასხვა ტიპის მსგავს პროექტებზე და ვფიქრობ, რომ ეროვნული მუზეუმი წელს ზაფხულში უკვე საზაფხულო სკოლის ფორმატით დაიწყებს აზერბაიჯანელი ახალგაზრდა შემოქმედების და მეცნიერების მოწვევას. როგორც ყოველთვის აზერბაიჯანის საქართველოს ურთიერთდაკავშირებადობა, კულტურული ურთიერთობები, როგორც თეატრალური, ისე სამუზეუმო, ისე სამეცნიერო სფეროში კიდევ და კიდევ გაღრმავდება. საქართველოში ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანის პირველი ლედი სოციალური ქსელით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სახელით სადილი გაიმართა სოციალურ ქსელში. მეჰრიბან ალიევა ასევე ავრცელებს ფოტოებსაც. მადლობა მაკუნა აბულაძეს.